იცით ვინ არიან ბერლინის ღამის მოქალაქეები? რა თქმა უნდა მელიები. ღამე ბერლინის ქუჩები თითქმის დაცარიელებულია. მხოლოდ შუქნიშნები, ტრამვაის ლიანდაგები და იშვიათი ავტომობილები არ ღვევენ სიჩუმეს. უცებ ტროტუარზე მელია ჩნდება, არც ტყეში დაბრუნებას ჩქარობს, არც ადამიანის დანახვაზე გარბის. ის აქ ცხოვრობს. ბევრს გონია, რომ მელის ადგილი ტყეშია და ქალაქის ცენტრში მისი გამოჩენა შემთხვევითობაა. მაგრამ ბერლინის მელიების დიდ ნაწილს ტყე საერთოდ არასოდეს უნახავს. ისინი ქალაქში დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ და პარკებს, რკინიგზის ხაზებს, სასაფლაოებსა და საცხოვრებელ ეზოებს საკუთარ ბუნებრივ გარემოდ აღიქვამენ. ბერლინში მელიები ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში შენიშნეს. 1990-იანი წლებიდან კი ისინი თითქმის მთელ ქალაქში გავრცელდნენ. სპეციალისტების შეფასებით ბერლინში დაახლოებით 1000-დან 2000-მდე მელია ცხოვრობს. თითქოს ცოტა, მაგრამ ღამით ისინი ხშირად ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ბინადრები ხდებიან. ქალაქმა მელიებით შეცვალა. ტყეში მელია მონადირეა, ქალაქში კი სულ უფრო მეტად შემგროვებლად იქცა. პოულობს ადამიანების მიერ დატოვებულ საკვებს, იჭერს თავკვებსა და ვირთხებს და გადარჩენისთვის საათობით ნადირობა აღარ სჭირდება. ყველაზე ხშირად ადამიანებს ახალგაზრდა მელიები შემოდგომაზე ხვდებიან. გაზაფხულზე დაბადების მშობლების საკუთარ ტერიტორიას ატოვებინებენ. ახალგაზრდა მელიები კი პირველად იწყებენ საკუთარი ადგილის ძებნას. ბერლინში მელიების გამოკვება აკრძალულია, არა იმიტომ, რომ ისინი საშიშები არიან, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად მიჩვეული მელია ბუნებრივ სიფრთხილეს გარგავს, ადამიანთან ძალიან ახლოს მიდის და საბოლოოდ საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. ამიტომ მელიის დახმარება ხშირად მისთვის საჭმლის მიცემა კი არა, მისი მშვიდად დატოვებაა. ბევრს ისევ ცოფის ეშინია, მაგრამ გერმანია უკვე მრავალი წელია ცოფისგან თავისუფალ ქვეყნად ითვლება. ტყეში მტერი მონადირეა, ქალაქში ავტომობილი. ბერლინში მელიის დანახვისას ხშირად გვგონია, რომ ბუნება ქალაქში შემთხვევით შემოვიდა. სინამდვილეში კი შეიძლება პირიქით იყოს. ჩვენ ავაშენეთ ქალაქი იქ, სადაც ოდესღაც ტყეები, მდელოები და ცხოველთა ბილიკები იყო. მელიებმა კი უბრალოდ ახალი გზა იპოვეს ბაღებში, სარკინიგზო სანაპიროებზე, სასაფლაოებზე, მიტოვებულ ნაკვეთებში და ქალაქის ჩრდილებში. ამიტომ მელია ბერლინში სტუმარი აღარ არის, ის ამ ქალაქის მოქალაქეა. ისეთივე როგორც მილიონობით ადამიანი, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან აქ მოვიდა, საკუთარი ადგილი იპოვა და ბერლინის სახლად აქცია. ამიტომ თუ ერთ ღამეს ბერლინის ქუჩაზე მელია შეხვდებით, ნუ მივახლოვდებით, ნუ აჭმევთ. უბრალოდ გზა დაუთმეთ, ისიც საკუთარ გზაზე მიდის. ქალაქს ძინავს, მაგრამ ბერლინის ღამის მოქალაქეებისთვის დღე სწორედ ახლა იწყება.